ახლა მყოფები დადესილი წიბწების ოთახში და ახლა პაპა აგიხსნით ყველაფერს. მოგესალმებით შემოძვირფასებო, ეხლა მე მინდა გაჩვენოთ უკვე ეს ჩვენი გაზრდილი წიბწები. აბა მოდი გენაცვალე ერთი ახლო. აი წინა ვიდეოში გაჩვენეთ თუ ვინმე ჩვენსას უყურებთ, აი ეს არის დათესილი წიბწები, დაანათემოდი ახლო გენაცვალე. შეჯვარებულები არის ესენი და სულ ყველას აქვს თავისი ისინი დიქსონი ველესზე. ეს არის დიქსონი ველესზე შეჯვარებული და ნახეთ აქ გადავჭერით წინ ის რომ დიდი არ გაზრდილიყო და აქ ამოიყარა და იარუსამან. აი მოდი ახლო გენაცვალე. უყურეთ როგორი წარმატებით მიდის ყველაფერი, რქები როგორ არის შემოსული ყვითლად, უყურეთ სიხარულო. აი ესე უნდა შემოიდეს ყვითლად. ფოთოლი ნახეთ როგორ გამოიყურება. ლაბორატორიაშიც შეიძლება ვერ გააკეთო ზოგმა, მაგრამ გვესაჭიროება ლაბორატორია, რომელიც შეგვიძლია რომ ასობით გავაკეთო ყოველ წელს, ასობით დავამტვერიანავ და რამდენიმე ასეულობით. აბა მოდი ახლო სიხარულო. ჩემი გიორგი მოვიდა, ჩემი ძვირფასი ადამიანი, აი როგორც ეს გავზარდეთ პატარა, ესე იზრდება ჩემო სიხარულო ეს ყველაფერი. ორი თვისა ჩემი გიორგი აქ აყავდა, ჩემი ხელი თუ ვლიდი პაწაწინა, სამას ვენაცვალე. ჩემი ბიჭი და აბა მოდი ახლო ჩემო სიხარულო. აი ეს არის უდეშური საფერავი, უყურე შენ ველესე და უყურე როგორი კარგად არის. ახლო მოდი. ნახე როგორი კარგად შემოიდა, წინა წელს ესე გადავჭერით, მეორე წელს ესენი. ახლო მოდი, ეხლა უყურეთ, ესენი გაიზარდა ძალიან. ესენი უნდა გადავჭრათ, ვერ შეძლებს. აი უყურეთ, ამას ვარედებთ აი ესე. ესენი საერთოდ ვერ შეძლებს. ვიყოფებით აი საძინებელში, რომ აქ პირობები არ არის. ახლო მოდი აქ, აი მოანათე სიხარულო. ახლო მიდი, ახლო მიდი, აქ მოდი. აი უყურეთ, ისევ ამონაყრელი, ისევ ჭრიამეებს უყურეთ. დრო ძალა არ დაკარგოს. აი უყურეთ აქეთ. მოდი აქეთ მოანათე სიხარულო. აი უყურეთ, აი აქედან რამხელა არის უკვე მოსული, უყურეთ, წამოსული. აი ახლო მიანათე, ახლო მიდი. ხო ესე, ახლო მოდი, აი ეს. აი უყურეთ როგორ არის წამოსული, აი ქმიანათი ახლო. ესე. უყურეთ როგორ გამოიზარდა ეს ყველაფერი. ისევ ავჭრი აქ. ვერ შეძლებს. აი უყურეთ ძირზე დაანათე სიხარულო, ესეც როგორი კარგად არის წამოსული და ბუდეშურის საფერავი რელანჯიზე. ნახეთ ჩვენი ბუდეშურის საფერავი, ერთ-ერთი უნიკალური ჯიში. აქ აი ეს ხლა უყურეთ ესეც ესევე. ეხლა აი უყურეთ რა ხდება, აი ესე რა, ესე იგი წამოსულ ვაზებს უკვე ძალიან დიდები რო არ წაგვივიდეს, აი აქედან ამონაყრელი რო შევჭერი აქა, ამოიყარა. ამებს თქვენთან ერთად ჩავჭრი, დანარჩენს მერე გავაგზავნებ. და ეხლა რა ხდება? უყურეთ ეხლა აი ესენი აი მეებში იყო ეს ჩვენი ისინი. აქ ვიცავთ ძალიან სისუფთავეს, როცა ვაპირებთ ამ ყველაფერს, აი დაანათეს გენაცვალე. აი ჩვენ წეღან გაჩვენეთ იქ თუ არის უკვე დამტვერიანებული და უკვე ძალიან მომწიფებულები, რო გავჭრით, აი ეხლა გავჭრით ოდნავ უნდა შემოვჭრათ, რომ წიბწები არ გაგვიფუჭდეს. აი უყურეთ წიბწები უნდა იყოს, აი ახლა ჯერ აკლია, ყვითლად უნდა იყოს, აბა მოდი სიხარულო, ყვითლად უნდა იყოს, სალჯის ესე უყრიი, უყურეთ აი ესე, თუ არის კიდე აქ ვარიდებ, ეს აი ესე, უყურეთ როგორ არის. აჰა, თუ იქნება სუბუქად ამოტივტიო და მერე, ესე იგი ის არ ვარგა, უნდა ჩაიძიროს. აი ეს არის თეთრი, აი სხვები ვნახოთ, ნახეთ რა გიგანტი არის. აი ესენი რო შევაჯვაროთ, შემოძვირფასებო უყურეთ, ესენი რო ერთმანეთს შევაჯვაროთ, აი ეს გვინდა. აი ესე რომ მივიღოთ ეს ჯიშები აი ესე, აი ადრეულები, გვიანელები, სხვადასხვა ჯიშისა, სხვა ესე რომ ნახეთ რეები გამოა, ეს რო შევაჯვაროთ ამას, ნახეთ ვინიცის რა ისინი გამოგვივა და ცალკე სახლის პირობებში ეს არ გამოდის, აი ნახეთ მაინც გავაკეთე ფოთოლი, მაგრად არის ყველაფერი, მაგრამ აქ ახლო მოდი ჩემო სიხარულო. მერე უყურეთ, აი უკვე გამშრალი წიბწები როგორ უნდა იყოს. ამას რო ამოვიღებთ აქედან უკვე რო მომწიფდება იქ დაჭკნობაზე უნდა მივიდეს ეს ყურძენი იქა დაჭკნობაზე რო კარგად შემოვიდეს, ესე იგი აი ესე დაწითლდეს, უყურეთ, აი ესე დაწითლდეს ესენი, მერე ამას აი ესე გავრეცხავთ, კარგად გავრეცხავთ და გავაშრობთ ჭრდილში სალფეტკზე, ახლა იქით ამ აქ სალფეტკი, რამეზე სალფეტკზე გავაშრობთ ცალ-ცალკე, რო არ რეგვერიოს და მერე ამას როგორც ამოვიღებთ წყლიდან და გაშრება ყველაფერს დაამთავრებს, რა ვიცი, ვისაც როგორი ის ექნება, აი ესე უყრი ამაში, უყურეთ, აი ესე ჩავყრი, მოვხუფავ ამას, ძალიან არა, აი ესე ცოტათი. აი ესე და მომავლისთვის შევინახავ და ვთესავთ აი ესეთ იმაში და რაში უნდა დაითესოს ეხლა მე ჩემებურად მოიგონე, მაგრამ რა ვიცი, ვინმე თუ ლაბორატორიაში გვასწავლის ან გვერდზე დაგვიდგება, ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელიწად ასობით გავაკეთოთ აი ესეთი რამე. ძალიან სუფთად უნდა ვიმუშაოთ, აი ესე ძალიან წკრიალა დანები უნდა იყოს
ყველაფერი უნდა იყოს სუფთა და სპირტი უნდა გვედგას, რომ დანას გაუსვათ და სპირტის ისაკრას რომ არის საკრას. ჯერ ესენი უყურეთ მოსამწიფებლებია ესენი, აი თეთრად არის. ესენი უნდა იყოს ყავისფერი, ყავისფრად უნდა იყოს შემოსული, აი ჯერ არც ერთს არ აქვს დამთავრებული. აი ესე უყურეთ, აი ჯერ არც ერთს არ აქვს, ჯერ იმიტომ რომ ეხლა არის აგვისტო, სექტემბერში ავიღებთ ამეებს, აი ესე. ამეებს მე აი ესე ვრეცხავთ, ვაშრობთ და მე აი ესე ყრიდა, აი ეს ჩვენი გადაყრილი იმებიდან მოპოვებული ჟესტები მაქვს დაჭრილი ქილებზე და მე ამას დავაწერავ რა არის, ან გვერდებზეც დავაწერავ, ეს დუბოვსკი არის და ვთქვათ უცნობი, ეხლა ეს არის, ვთქვათ, აი ბუდეშური საფერავი, ველეში, აი იქ მეყარა, აი უყურეთ, უბრალოდ რაღაცა წამლების ის არის. შეგვიძლიან აი უბრალოდ სისუფთავეში ჩავდოთ და ეს იქნება და შევინახავთ ამას აი ეგრეთ ცალ-ცალკე დაწერილებს. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, ეს არის ჩემი გიორგი, ამას ვენაცვალე, რომელიც YouTube-ზე გვაქვს ვიდეოები, თესავდა, ძალიან პატარა იყო, 5 წლისა დაიწყო თვითონ თავისი ხელები დათესვა და მე ულით ესე, აი ესე უყურეთ როგორი კარგად არის ეს ყველაფერი. ახლა მიანათე ჩემო სიხარულო, ნახეთ ფოთლები როგორ არის. ეხლა ვნახოთ Red Globe ველეს აქვს ძალიან დედაყვავილი, ძალიან მაგარი. უწიფწოა და ქიშმიში. ველესი Red Globe-ზე რელანჯიც არის ისა უწიფწოებს შეგვიძლიან უკვე დიტევნიელს და კარგ გემრიელებს შევაჯვაროთ. აი ეს არის შემოსიხარულებო ვართ საძინებელში და აი ესენი რაც ის არის რა, უნდა ცალ-ცალკე მოიწევთ, ცალ-ცალკე ეს ყველაფერი. თუ ჩვენ ვიდეოებს უყურეთ ძალიან კარგი იქნება და მე გეტყვით როგორ დაეთესოთ ხოლოდ ეს უკვე გაზაფხულზე იქნება. ჯერ უნდა ავიღოთ ეს ყველაფერი, როცა ავიღებთ გეტყვით ამ ყველაფერს. აბა როგორ მოგწონს შემოსიხარულო? ცარელა ხელებით გვიჭირს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ვინმე გამოგვიჩნდება რომ და პატარა ფინანსები მოგწეს და ოთახები აგვიშენოს რაღაცა ლაბორატორიასავით შევქმნა ესეთ რაღაცა და კონდეს სინჯარებივით რაღაცა რომ ესენი იქაც მოვიყვანოთ ესე ნახეთ ჩემო ძვირფასებო რეებშია მოყვანილები რა ბოთლებში და იმაში მაქვს ან მიწას ხო უნდა შევაფარდო რა უნდა იყოს მე უკვე ჩემით ვიცი რასაც ვაკეთებ აი უყურეთ რქები ახლო მოდიეთ მიანათეს უყოლას შემოსიხარულო აი უყურეთ როგორ არის ფოთოლს უჭირს რამე არ უჭირს ნახეთ არც არავინ იძახის რომ როგორ უნდა მოვწამლოთ ვერავინ ვერ ავნახე რომ მითხრას ჯერ ესეთი ვერავინ ვერ ავნახე რომ მითხრას რით უნდა შევწამლო ამას საქართველოში რა ვიცი ვინც იცის ძალიან კარგი იქნება თუ დაგვიკავშირდებიან და გვასწავლიან რით უნდა შეიწამლოს როცა ვცადე ფოთოლი დაიჭმუჭნა და ვისაქნა და ჩემით რაღაცებს ვაკეთებ რა აბა ჩემო სიხარულო უსურვოთ მომავალთაობას მე მინდა ჩემმა გიორგის ნაირებმა და ჩემმა მომავალთაობამ 400-600-მდე ჯიში 570-ზე მეტი ჯიში ქართველებმა დაგვიტოვეს სინაპრებმა და მინდა რომ ახალი ქართულებიც ვაჯარო უცხოურებიც და ეს ყველაფერი ყურძნები ნახეთ კიდე კარგი იქნება თუ ვინმე გამოჩნდება ან მეურნეობის სამინისტრო ან პირადად ვინმე ერთი ადამიანი მაინც მოვა და იტყვის წამოდით და საქართველოს ახალი ჯიშები შევმატოთ თუ ეგეთი ისინი დავდგები და სულ ხელფასი დამინიშნო და სულ ისე დავარიგებ ყველას დავარქმევ სახელებს კიდე ვინც ყველაზე აღერე დავარქმევ ჩემ გიორგის სახელებს კვარაცხელიას ჩვენი დიდი სპორტსმენებისას და დიდი კარგი ადამიანების სახელებს ამ ჩვენ ვაზებს დევე მშვიდობოთ შემოსიხარულობა დევე მშვიდობოთ კარგად გაიხარეთ